გულახდილად გეტყვით სუსვავი თემაზეა ჩემი დღევანდელი კი არა ეს ვიდეო ბლოგი, ერთი ჩავწერე უკვე და ამავე სივრციდან წერ მეორე ვიდეო ბლოგს, მაგრამ წინა ვიდეო ბლოგში, რომელშიც მე ვისაუბრე სინდისის პატიმრებზე, უკვე ბრალდადებულებზე, ვინმე გალუსტაშვილის მიერ განაჩენ გამოტანილებზე და მათ სიტყვებზე ერთი სიტყვის თქმა დამავიწყდა, ხო, გამომრჩა, დამავიწყდა, რა ვიცი, როგორც გდებავთ, ისე ვთქვათ და აქედან გამომდინარე სულ სხვა თემაზე კი არის ეს ვიდეო ბლოგი, მაგრამ თქვენის ნებართვით ჯერ იმ ამბავს გავიხსენებ და ამის თაობაზე მე ხა შევდივარ სუსტი ციტირება რომ მოვახდინო, შევდივარ ერთ-ერთი ჩემი ფრენდის Facebook friends გულისხმობ გვერდზე, სოციმედიის გვერდზე და ის პირველ წყაროა პრაქტიკულად, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი ესწრებოდა ამ სასამართლო პროცესს და ის ერთ ამბავს იხსენებს, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ის იხსენებს ონისე ცხადაძეს. სინდისის პატიმარ ონისე ცხადაძეს წარმოუთქვამს გენიალური სიტყვა, რასაკვირველია მოსალოდნელის იყო, მადლობა უნდა გადაუხადოთ მას თავდადებისთვის, ბრძოლისთვის, სხვებისათვის, მაგალითის მიცემისათვის, თუმცა მარტო ის არ არის, მარტო ონისე არ არის მადლობასათქმელი, ისინი ერთმანეთს ამხნევებენ, ჩვენს გვამხნევებენ და ერთმანეთს აძლევენ მაგალითს და ჩვენს გვაძლევენ მაგალითს. ამიტომ ონისე რამე გამორჩეული კი არ არის, ის ერთია იმ მრავალთა შორის, ვინც მოსამართლე გალუსტაშვილმა რეალურად კი ბანდამ დასაჯა. ხო და ამ ბოლო სიტყვაში ონისეს უთქვამს ამგვარი რამ. სიტყვის ბოლოს ონისემ გადახედა თავჩაქინდრულ პროკურორებს. ბატონ ვაჟას და ბატონ ვახტანგს და თქვა, უვიზოს თუ შევინარჩუნებთ, ჩვენს პროკურორებს შეუყვარდებათ ერთმანეთი და იქორწინებენო, ბატონი ვაჟა და ბატონი ვახტანგი. დაუჯახდებიანო. ყველაფერში საინტერესო ის არის, საინტერესო აღსანიშნავი ის არის, რომ პატიმრები არ კარგავენ იუმორის გრძნობას. მაგრამ ონისე ცხადაძის სხვა სიტყვებსაც გავიხსენებ. ის ამბობს, საფრთხე რეალურია, რომ ირაკლი დგებუაძე არ გაგვითხოვდეს ერთ დღეს, გაგახსენოთ, ვინ არის ირაკლი დგებუაძე, აი ეს არამზადაა, რომელმაც მზია ამაღლობელს შეაფურთხა და მზია ამაღლობელი მისი ჩვენების და იმის გამო, რომ ლოყა მტკივანია დღესაც, რომ ნახო ერთი უნდა მოუსინჯო, მარჯვენა თუ მარცხენა, ლოყა და აი ონისე ამბობს, საფრთხე რეალურია, დგებუაძე არ გაგვითხოვდეს ერთ მშვენიერ დღესაც-ო. ხო, დგებუაძისთვის მშვენიერ დღეს, თორე ვინც დგებუაძეს მოიყვანს, ჩვენ ცოტა წავიხუმროთ, ხო? ჩემ შვილი ამბობს, მოვიხუმროთ, ჩვენ ცოტა მოვიხუმროთ. კიდე უფრო სასწაული სიტყვა იყო, სასწაული ნაწილია ამ სიტყვისა, ონისეს სიტყვისა, სხვა ეპიზოდი და ამით ამოვწუროთ პრინციპში. ონისეზე ლაპარაკი, წარმოიდგინეთ მიმართა მოსამართლეს. წარმოიდგინეთ გალუსტაშვილს მიმართავს. მდინარაძე და კობახიძე გირეკავთ. და გეუნებათ მკიდია ეს პატიმრები გაუშვით. და გალუსტაშვილი აწყვეტია მას, გალუსტაშვილმა შეაწყვეტინა თურმენა, უთხრა რომ ეხლა გაგაგდებიზონევა. ისიც რა, გალუსტაშვილი არც მეწოდება. მე მეწოდებით ისინი, ვისაც გალუსტაშვილისა გჯერათ, ვისაც ამ რეჟიმისა გჯერათ და ვინც ვერ ხვდებით რომ დაგცინით, ყველა დაგცინით. არა მარტო ონისე შესანიშნავი იუმორის პატრონი კაცი, არა მარტო გარეთ მყოფები, ცუდი თუ კარგი იუმორის მქონენი, არა მხოლოდ ახალგაზრდები, ჩემი ხნის ან შედარებით ასაკიანები, საგადმოაზროვნეები, ისტორია დაგცინით. ისტორიას გადასწოდება ეს თითქოს არაფერი მნიშვნელოვანი სიტყვა, ხო, მეორე მხრივ, სიტყვა ამგვარი, წარმოიდგინეთ გალუსტაშვილს მიმართავს,
დინარაძე და კობახიძე გირეკავთ და გეუბნებათ კიდია ეს პატიმრები გაუშვითო, რას შვებოდა, რას იზამდა ამ შემთხვევაში, შვებოდა კი არა, იზამდა ამ შემთხვევაში გალუსტაშვილი წანაზარდი, მეჭეჭი ამ ხელისუფლების. დამოუკიდებელი პირი რომ ყოფილიყო, თუ შინაგანი რწმენა და სამართალი და კანონი ავალებს მას, კობახიძეც უნდა დაეკიდებინა და მდინარაძეც. ბიძინა ივანიშვილსაც რომ აიღო ყურმილი და დაერეკა მისთვის, ბიძინა ივანიშვილი ყველა არ მიხსენებია, ცოტა ხანში მიუბრუნდები მას. რო დაერეკა, უნდა ეთქვა, რომ ბატონო ბიძინა, ბატონო ივანიშვილო, შემიძლია ბატონობით არც მოგმართოთ, მე ნინო გალუსტაშვილი, ნინო ქვია, ხო? გალუსტა მოკლედ. მე ნინო გალუსტაშვილი გეუბნებით, რომ თქვენ კი არა, მამაზეც იერმა რომ დამირეკოს. მე ამათ არ გავანთავისუფლებ, იმიტომ რომ ესენი არიან დამნაშავეები. მაგრამ ამბავიც ის არის და გალუსტაშვილებმა, ან გალუსტაშვილმა ნინომ შესანიშნავად იცის ეს ყველაფერი, იციან გალუსტაშვილებმა. თელმა სასამართლო სისტემამ იცის, თელმა საზოგადოებამ იცის, რომ გალუსტაშვილი არა თუ ბიძინას და არა თუ კობახიძეს, არა თუ მდინარაძეს, რიგით დეპუტატ ასე, მაგალითად ლადო კახაძეს რომ დაერეკა, ლადო კახაძესაც კი ვერ ეტყოდა ის უარს, არა, კახაძეს ალბათ გადაამოწმებდა, როგორ გაკადნიერდა ეს ასაკიანი კაცი, ექიმი კაცი, ამას როგორ მეუბნება, ხომ შეთანხმებულია პარტიის, მართველი პარტიის ბანდის ძირითად წევრებთანო, ამას გაიფიქრებდა ნინოია გალუსტაშვილი, მაგრამ სხვების მიერ მასთან დაკავშირების შემთხვევაში, უარს ამ სხვებს რასაკვირველია ვერ ეტყოდა და დახევდა იმ ეგრეთ წოდებულ საბართალს, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა, თუ რომლითაც მან იხელმძღვანელა. ჩემი ვიდეობლოგი ამას არ ეხება, აქ გითხარით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამახსენდა ეს ამბავი, რომ წინა ვიდეობლოგში სამწუხაროდ ჩემდა გამომრჩა ამ გენიალური კაცის ონისე ცხადაძის ეს თუ სხვა სიტყვები. სხვების გახსენებაც შეიძლება განა არა აუცილებელიც არის. გამოვცეთ მეთქი თინა მამულაშვილს მეუბნები და ეხლაც მიმართავ, გამოვცეთ თინა ამათი სიტყვები, ამათი არა მარტო ბოლოს სიტყვები, არამედ საერთოდ ვისაუბროთ ამათზე და ერთი ტომი მაინც მიუძღვრათ ამბავს, რომელზეც ლაპარაკობ მე ნახანია და ყველა ლაპარაკობთ. მაგრამ ახლა ამ სიგიჟეებზეც ხომ უნდა გამოსაცემია ეს წიგნი და სულ სხვა ადამიანებს ვახსენებ. მე ვახსენებ სინ ძინპინს და ვახსენებ ვლადიმირ პუტინს. ისინი იცით, რომ თქვენ რომ ერთმანეთს შეხვდნენ, პატივითა და დიდებით მიიღო დიქტატორმა დიქტატორი. ამ მეორეს პატარას, ასაკით უფროს, მაგრამ ტანმორჩილს. გაბრწყინებული თვალები ჰქონდა, როდესაც ელაპარაკებოდა რეალურად მსოფლიო ძალის ლიდერს, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ქვეყნის ლიდერს სინ ძინპინს. ესაუბრებოდა, მას სჭირდება ფრთების გადაფარება პუტინს სინ ძინპინისა. მას სჭირდება, რუსეთს სჭირდება ჩინეთთან პარტნიორობა, იმიტომ რომ შესანიშნავად ხვდება, რომ მხოლოდ ის თუ შეპირისპირებაში დასავლეთთან, არც არაფერი გამოუვა, რუსეთი ისედაც სულს ღაფავს და ყველა ხავს ეჭიდება. ხავსზე მეტი ვაღიაროთ არის ჩინეთი. გაცილებით მნიშვნელოვანი ქვეყანა, ვიდრე რუსეთისთვის, ვიდრე თავად რუსებს წარმოუდგენია, რუსეთის პოლიტიკურ ელიტას წარმოუდგენია, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი ქვეყანა. დიახ, არც ჩრდილოეთ კორეა, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყანა, არამედ სწორედაც რომ ჩინეთი და არც ინდოეთი არ არის ისეთი მნიშვნელობისა რუსეთისთვის, როგორც ჩინეთი. თუმცა რამდენადაც პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია, დადებითი როლის შესრულება შეუძლია ჩინეთს დღეს და დღესდღეობით რუსეთისათვის, იმდენად გრძელვადიან პერსპექტივაში ჩინეთი მომხრჩობია რუსეთისა. და ჩინეთი გაცილებით დიდი საფრთხეა რუსეთისათვის, მათ შორის პირველ ყოვლისა ეკონომიკური ექსპანსიის და დემოგრაფიული ექსპანსიის და ფინანსური ექსპანსიის და კულტურული ექსპანსიის გამო, ვიდრე თავად პუტინს ტერს. აი, ახლა მე ხო რუსებს არ მივტირი და რუსეთს არ მივტირი, მაგრამ აი მე რო ვიყო ვინმე პეტროვი, ივანოვი, სიდოროვი, პეტერბურგში მაცხოვრებელი ინტელიგენტი კაცი, რომელიც წიგნების მუჭუჭია და
ფიქრობს იმაზე რა ასვე და ბედი ელის მომავალი ბედი ელის რუსეთს შეიძლება არ მეთქვა და ვერ მეთქვა მაგრამ უთუოდ წამეფიქრებოდა რომ არ ხოლია რუსეთს დიდი ხანია ასეთი მტერი როგორც არის პუტინი იმიტომ რომ ის ანგრევს მათ შორის რუსულ იდეასაც კი დედასტირებიაო ბევრი თქვენგანი იტყვის მე გეთანხმებით მაგრამ ის უნებლიე მოკავშირეა ყველა იმ პირისა თუ სახელმწიფოსი რომელსაც პირისა პირველ ყოვლისა ვისაც რუსეთის დანგრევა უნდა და გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედაც რომ რუსეთი ინგრევა მათ შორის ეკონომიკური ექსპანსიებით კვლავ ვიმეორებ ჩინეთის პირველ ყოვლისა ჩინეთის მხრიდან მაგრამ პუტინს ახლა უნდა გადარჩენა და აქედან გამომდინარე ხავსზე უფრო სერიოზულ თოქს უფრო სერიოზულ ჩასაჭიც ეჭიდება სინ ძინპინი არის ამგვარი მეორე გეოპოლიტიკური ცენტრის შექმნის გეოსტრატეგიული ცენტრის შექმნის იდეა მოსკოვს არ ეკუთვნის პირველ ყოვლისა პეკინს მოსკოვი უბრალოდ მიეკედლა პეკინს სხვა გამოსავალი არ აქვს რა მაგრამ ახლა მე ამაზე არ ვამახვილებ ყურადღებას არც მათ შორის იმაზე რომელი ქვეყნები გამოეცლებიან სავარაუდოდ ამ პეკინ-დელი მოსკოვის ალიანსს მე არც იმაში ვარ დარწმუნებული ულახდილად გეტყვით რომ ინდოეთი ბოლომდე იქნება ამ ალიანსის ერთგული საკმარისია უფრო მოქნილი პოლიტიკა ინდოეთთან კონკრეტულად ინდოეთთან რომ ვინც ის იქნება ინდოეთმა გადაწყვეტილება ამგვარი როგორიც მიიღო ახლა მისმა ლიდერმა მეორე გეოპოლიტიკურ გეოსტრატეგიულ ცენტრში მეორე ქვეყნად ყოფნის თაობაზე იქნება და შეცვალოს კიდეც ჩინეთმა სტუმრებს განსაკუთრებით სწორედაც რომ პუტინს და არა მხოლოდ უფრო მსოფლიოს რამდენადაც გავრცელდა კადრები აჩვენა რამდენად ძლიერი სახელმწიფოა სამხედრო აღლუმი გაიმართა და სამხედრო აღლუმზე მოხდა დემონსტრირება ჩინეთის სამხედრო სიძლიერისა და პოტენციალისა მე გეტყვით რომ შტამბეჭდავი იყო ყოველში რიგითი ქართველისთვის მე არ ვიცი რამდენად ეცინება არარიგით ამერიკელს ამგვარ არარიგით და მცოდნე ამერიკელს ამგვარ დემონსტრირებაზე იმიტომ რომ მართლაც მთელი არსენალი რომ გამოყაროს ახლა შეერთებულმა შტატებმა მაღალზე მაღალი ალბათობით კი არა ნამდვილად ის ჯერაც სჭაბრის ჩინეთს როგორც შეიარაღებულ და ძლავრი შეიარაღების მქონე სახელმწიფოს. აი რუსეთს არ არის აბასობაში ძლავრი შეიარაღების კუთხით და არა მხოლოდ ეს ცალკე სალაპარაკო თემა რუსეთი არსად არ არის. დიახ, მას უჭირს მასთან შედარებით ნამცეცა დიდ ნამცეცა უკრაინის დამარცხება. უჭირს უკვე 4 წელი გავამალე და გარწმუნებთ რომ უკრაინელთა ძალისხმევით პირველ ყოვლისა და მათ შორის იმიტომ რომ დასავლელთა შემწეობით უკრაინელები საკუთარ იარაღსაც ქმნიან და ამასთან არა მხოლოდ დრონებს, არამედ უფრო სერიოზულ იარაღსაც, უფრო მასშტაბურად გამანადგურებელ იარაღსაც, ხო, რუსეთი მასთან შედარებით დიდ ნამცეცა უკრაინას ვერადავერ სჭაბრის და წააგებს, დამარცხდება. სტრატეგიულად ხო დამარცხებულია, მაგრამ აი ტაქტიკურ დონეზეც კი დამარცხდება, მეთქი ამის თქმა მინდა. მაგრამ ესეც არ არის ჩემი ვიდეობლოგის თემა, ისევე როგორც არ არის შესანიშნავი ახალგაზრდა კაცის ორისე ცხადაძის ცალკეული, სიტყვის ცალკეული ეპიზოდების ხო გახსენება თქვენთვის მთავარი ჩემთვის. მე პრინციპში ვისაუბრე სინდისის პატიმრებზე წინა ვიდეობლოგში და ეს ფრიად კარგი იყო ბევრისთვის ჩემი იმედით მოსაზრებით და ხო ჩემთვის კი გულახდილად გეტყვით რომ მე თავად მომეწონა რაც თქვი იმიტომ რომ პრაქტიკულად არც ერთი სინდისის პატიმრის მნიშვნელოვანი სიტყვის მნიშვნელოვანი ასპექტი არ გამომიტოვებია თუ ამ უკანასკნელ შემთხვევას ამბავს არ მივიღებთ ხედველობაში ანუ ონისე ცხადაძის მარგალიტებს ისე როგორც აი გუშინ მსჯავრდა ადებულთა მარგალიტებსაც ხო იმათი გახსენებაც ცხადია შეიძლება. მოკლედ პეკინში კი არა ჩინეთში როცა შეხვდნენ ეს ერთი დიქტატორი მეორე დიქტატორს უფროსი უმცროს ასაკით პუტინი სინ ძინპინს და უფროსი უმცროს ძლევამოსილებით ანუ სინ ძინპინი მიკედლებულ პუტინს ისიც რაზე ისაუბრეს. გადავდებ თქვენის ნებართვით ამ პასაჟზე არ გავამახვილებ ყურადღებას და ახლა ბიზინა ივანიშვილზე ვილაპარაკოთ ორი სიტყვით. გავხსნათ ვიკიპედია, ანუ Google 18 თემბერვალს არის დაბადებული და ავკრიფოთ ბიზინა ივანიშვილი. მე კი მახსოვს, მაგრამ აიც ნუ ვენდობი
მენდობით ბოლომდე ივანიშვილი. იზიველა ივანიშვილი ვიკიპედიაში რომ გახსნი ის 1956 წელს არის დაბადებული თებერვლის 18-ში. 70 წლის გახდება რამდენიმე თვეში. 70 წლის არ მინდა ვთქვა რომ ასაკში შესული კაცია. მაგრამ ბიზინა ივანიშვილის ცხოვრების წესსა და ნირზე თითოეულ თქვენგანს ჭორ მართალი ყველას სმენია. სმენია თითოეულ თქვენგანს სმენია, ხო? გვსმენია პირველ რიგში რომ თქვა. ჩვენ ვიცით იმის თაობაზე რომ არ ვიცი რამდენად ვართ კაჭკაჭას თუ ფითრს, მაგრამ ხო, სიცოცხლის გახანგრძლივებაზე კი ივანიშვილი გრიგოლიჩი ფრიად ზრუნავს. ბაობაბის ხეებს ეხუტებაო, მერე ეს ბაობაბის ხეები კვდებაო, მერე მოხდა ხო? მერე კიდე რაღაც ხეებს ეხუტებაო, რაღაცა მცენარეების ნაყენს სვამსო, იქ რაღაცა ღმერთს ელაპარაკება უბრალოდ თლად ღმერთს არა. ღმერთს ნაკლებად. ვიღაცებს ელაპარაკება ღამღამობით 10-დან 11-17 წუთამდეო. გვსმენია ამის თაობას. ფორთოხლის წვენსა სვამსო, დილით ვარჯიშობსო. ბევრი აქვსმენია. ასევე გვსმენია რომ ვიღაც შამანები ყავს, ხო? მოწვეულები სადღაც შუაშიიდან თუ ბურატიიდან. შეიძლება სხვა სივრცეებიდან რაც სიმართლე გითხრა, არ ვიცი. ამაზე ჟურნალისტური გამოძიებაც, სიუჟეტებიც ყოფილა და გამოუჭერიათ ჩემს კოლეგებს, ახალგაზრდა კოლეგებს, ცალკეული პირები, რომლებიც ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან და ამას ეკითხებით თუ არა ისე იბნევიან ბრინჯივით, რა გაბნევთ საბოლოო ჯამში დადექით სარკესთან და რა უნდა პასუხის თუნდაც ტყუილის გაცემას. ხო? მაგრამ აი ვერ ახერხებენ და კიდევ ერთხელ ასე რომ ამბობენ ხოლმე იწვავენ. თავს თუ ფსვად წვავენ ბიზინა ივანიშვილს. აშკარავებენ ბიზინა ივანიშვილის ესოდენ დიდ სურვილს რომ იცოცხლოს 70-ის არის ახლა. კიდე 17 წელიწადი კი არა 87-მდე, კიდე 30 წელიწადი კი არა 100 წლამდე, კიდე 39 წელიწადი კი არა 109 წლამდე, კიდე არ ვიცი, იყოს და იყოს ბიზინა ამით არის შეპყრობილი. მათ შორის იმიტომაც რომ მან არ იცის რა ბედი ელით მის შთამომავლებს მის ის სიცოცხლის შემდეგ. მას აქვს ეს კომპლექსი, ან ეჭვი, ან ფიქრი იმის თაობაზე, რომ უმავალი საზოგადოება ფრიად დაუნდობელი იქნება. მე გარწმუნებთ ბატონო ბიზინა, რომ მე ვიქნები, აი, ნახეთ რას გეუბნებით, თუ ვინმე ცოტნეს ბერას, კვანცა ქვია ხო თქვენს ქალიშვილს და უტას უსამართლოდ მოეპყრობა, მე გარწმუნებთ, რომ მე და ჩემზე მაგრები დადგებიან რიგში და დაიცავენ, ასაკის მიხედვით ესე უნდა მოყვე, ხო? უტას, ბერას, კვანცას და ცოტნეს. და კიდე ბერას შვილებს, ხო, რამდენადაც ხრი თქვენ შვილიშვილებს და ასე შემდეგ. უსამართლო მოპყრობა არავის არ ეკუთ. მეცაც გეტყვით, მამის ცოდვებზე არავინ აგებს პასუხს. ბერა ვერ აგებს პასუხს თქვენს უკეთურობებსა და ცოდვებზე. ამას გეუბნებით, მთელი პასუხისმგებლობით. თუ რამ დანაშაულს ჩაიდენს თვითონ თავად ბერა, ასე მაგალითად ამშობა კვანცა, უტა, ცოტნე. ხო, ეს ბერა და ცოტნე ისეთი ნავარჯიშები არიან, შვიდ ჩემნაირს ცემენ ერთდროულად. ან ცალ-ცალკე, ხო, ცემენ. არა, რატო უყვები ისით, მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ საშიში არაფერი არის, თუ ჩვენ ვაყალიბებთ ნორმალურ საზოგადოებას, არავინ არავის არ შეეხება უსამართლოდ და თუ შეეხება რომელიმე მომავალი ხელისუფალი, ამშობა ქვე, ხაბე. თუ გამოვა და დავსაჯოთ ცოტნეო, ხაბე მიიღებს მომიტევოს მან ახლა, მაგრამ მიიღებს სიტყვას დინგში, ცხვირში. ვერ დაისჯება ცოტნე ივანიშვილი ხაბე უსამართლოდ. რომ იცოდე, შენ მაინც ისე როგორც ნებისმიერს მიმართავ არა მარტო ხაბეს და ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ასე შემდეგ ყოველთვის ვიქნებით უსამართლოდ დაჩაგრულთა მხარეს. აბა ისიც ხადაძეს კი არ ვიცნობ მე. ან ცხადაძეები საბოლოო ჯამში კი არა ვიცნობ ერთ რამდენიმე ცხადაძეს გულახდილად გეტყვით, მაგრამ საი გამერ გამორჩეულები კი არ არიან ცხადაძეები, ან ივანიშვილების უკეთესები კი არ არიან, ან ივანიშვილები კი არ არიან ვინმეზე უკეთესები. არა, ჩვენ ყველანი თანასწორდი ვართ კანონის წინაშე. ეხლა რატო უყვები ამ ყველაფერს და კიდევ უფრო თან გავასერიოზულოთ და თან იმ ხსენებული
სინძინპინი და პუტინის ცხოვრების სახსენებელი გვყავს და 25 მილია ამასობაში და სახსენებელი გვყავს კანა არა. მოკლედ სინძინპინი და პუტინი შეხვდნენ იქ, სადაც ყოფნა, უბრალოდ ამ თემაზე საუბარი ფრიად გაუსწორდებოდა ბიზნე ივანიშვილს, რომელსაც აკი გითხარით ძალიან უნდა სიცოცხლის გახანგრძლივება და ძალიან უნდა რომ იყოს 150 წელიწადი, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული ჩემი აზრით, რომ მის შვილებს ასუხს არ აგებინებენ მის დანაშაულებზე. დანაშაულები კი ჩადენილი გაქვთ, ბატონო ივანიშვილი, თქვენ ბევრი თან ქართული სახელმწიფოს წინაშე და ინდივიდების წინაშეც სადაებით რო განთავისუფლდება, ან აბსოლუტურად რო განთავისუფლდება სასამართლო და მთლიანად საზოგადოება ამ მარწუხებისაგან, მე მგონი რომ პროკურორებს ძალიან ბევრი საქმე ექნებათ თქვენი უშუალოდ და რეჟიმის წინააღმდეგ საჩივრების განხილვა, წაკითხვა განხილვა და სასამართლოსთვის საქმეების მომზადებაში. მოკლედ 70 წლის ბიზნე ივანიშვილი რატო უნდა ყოფილიყო პუტინისა და სის შეხვედრაზე, გაინტერესებთ? მე მაინტერესებს ძალიან. ხო და აი ამ საინფორმაციო სააგენტოებს რო შლი, გახსენი, გასრავად, გახსენი, ჩასკროლე და აღმოჩნდა რომ მაგალითად პუტინი შეხვდა კიმ ჩენ ინს. ის უკანასკნელი დახპირებია რომ მე დაგეხმარებიო, თუო შესაძლებლობა მექნებაო. შეხვდა ალიევს, ოღონდ ისე ჩამოართვეს ხელი პუტინმა და ალიევმა ერთმანეთს რომ ყველამ დაინახა, ვინც იქ იყო ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი მედია კადრებიც გავრცელდა, ხო? ვიდეო კადრები ისე მიესალმნენ ერთმანეთს, რომ მათ შორის, ასე რომ ამბობენ ხოლმე, შავ კატას კი არა, პანტერას აქვს გადარბენილი, ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც. მე არის ნიუსი იმის თაობაზე, როგორ სთხოვა მანქანაში ერთად გზავრობა და მიპატიჟა ხსედებულმა კიმმა ეს ერთმა დიქტატორმა მეორე დიქტატორი. მე სხვა ნიუსია და ასე შემდეგ. მე არის სამხედრო აღლომი, დემონსტრირება იმისა, რაოდენ ძლევამოსილი და ძლიერია ჩინეთი, ხო, პეკინში გამართულ ღევანდელ სამხედრო აღლომზე ჩინელებმა წარმოადგინეს JL-1-ის 2500 კილომეტრამდე მფრენი წყალქვეშა ნავებზე ბაზირებული საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტები, DF-71 ტიპის სამხედრო სახმელეთო მობილურ გამშვების კომპლექსზე აგზაფრავს ერთის მხრივ, მაგრამ ამერიკის ძლევამოსილება არ იცით თქვენ და იქ მერე უკვე ისევ ალიევი და აი სადღაც შეხო გინდა ინფორმაციის მოძიება, რომელიც აუცილებელი იყო და სასაულურმა მედიამ აღმოაჩინა ინფორმაციას. სი ძინპინისა და პუტინის შორის საჯაროდ გაჟღერებულ დღევანდელ საუბრის ერთ-ერთ საკითხს სენსაციური უწოდა. თურმე რა ხდება, ბატონებო და ქალბატონებო, მაყურებელო, რომელიც 23 წუთია მიძლებს. ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები თურმე მსჯელობდნენ, სერიოზულად მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა იცხოვრონ 150 წლამდე ბანდიტი, ელაპარაკება ბანდიტს თემაზე, როგორ უნდა იცხოვრონ თავარი ბანდიტი პუტინი, ელაპარაკება ბროტების ღერძის ერთ-ერთ ფუძემდებელს თანამედროვე სამყაროში ჩინეთის ლიდერს 150 წლამდე როგორ უნდა რომ გაქაჩოს. ნახეთ რას ამბობენ ბლუმბერგის ინფორმაციით, მიკროფონი გამიზნულად არ გამოურთავთ, საუბარი კი ასეთი იყო, რომ არ გამორთეს, შეგნებულად დატოვეს, რომ მედიაში გაეჟონა ამ ინფორმაციას. პუტინი არა უკაცრავად სი ადრე ადამიანები იშვიათად აღწევდნენ 70 წელს, მაგრამ დღეს მე 70 წლის ასაკში ისევ ბავშვი ვარ. აი ორი ის ლიდერი ლაპარაკობს, რომლებსაც სოფლიო ბედი ნაწილობრივ მაინც აბადია. პუტინი ბიოტექნოლოგიების განვითარების წყალობით ადამიანის ორგანოების მუდმივი გადანერგვაა შესაძლებელი, ანუ ამოიღეს ორგანო, თირკმელი, ღვიძლი, გული და ადამიანებს შეიძლება სულ უფრო და უფრო ახალგაზრდულად იცხოვრონ და უკვდავებასაც კი მიაღწიონ. ანუ ამას საერთოდ უკვდავებას დომებია, იქ ვიღაცები 150 წლამდე ლაპარაკობენ და ამას უნდა რომ იყოს 857 წლის პუტინი. დღეიდან 857 წლის, არა დღეიდან, ასე იგი -72 და +857. ხო, დღეიდან რაღაცა ამდენი და ამდენი წლის შემდეგ. ჩინეთის პრეზიდენტი პროგნოზები ისეთია, რომ ამ საუკუნეში 150 წლამდე სიცოცხლის შანსი არსებობს. ბიზნე ივანიშვილს უნდა ამგვარ შეხვედრებზე დასწრება. ლტოლვა აქვს, ვნება აქვს. ასეთი.
ნიშანდობლივი ამბავია ეს, ბატონებო, ფსიქიკური ამბებისას, ფსიქიკური მდგომარეობისა ერთი თუ მეორე ლიდერის და მესამე ლიდერის, ჩვენ შემთხვევაში მიკრომასშტაბის ლიდერის ბიზნე ივანიშვილის ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე ბევრ რამეს გვეუბნება, თუ ბიზნე ივანიშვილს მართლაც უნდა სიცოცხლის გახანგრძლივება და მას უნდა სიცოცხლის გახანგრძლივება. მე მყავდა ახლობელი ერთი, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით ახალგაზრდა ასაკში გარდაიცვალა სრულიად მოულოდნელად. მიდიოდა ქუჩაში, მშენებლობიდან მოწყდა, ადრე ხდება ეს 90-იან წლებში. მოსწყდა დიდი ქვა, ლოდი არა აგური, მოხვდა თავში და მოკვდა. მე არავის არ ვუწინასწარმეტყველებ, უბრალოდ მინდა ავხსნა, არავის არც მივანიშნებ არაფერზე, უბრალოდ მინდა ავხსნა, რომ გარდაცვალება მოულოდნელიც კი შეიძლება იყოს. არავის არ ვემუქრები მით უფრო. არ მივანიშნებ ჩვენ შემთხვევაში ბატონ ივანიშვილს, რომ შეიძლება მიფრინდეს მასთან ბიორის სპირიტი. არ მოფრინდება ბატონ მიწით. ამასაც გეტყვით. გულახდილად გეტყვით, რომ თქვენთან არ მოფრინდება, ისევე როგორც ირანის ლიდერთან, სულიერ ლიდერთან უშუალოდ არ მიფრინდა ბიორის სპირიტი. ბიორის სპირიტი რომ მიფრენილიყო და გაეშვა შესაბამისი რაკეტები, ირანის სულიერი ლიდერი ალი არ იქნებოდა ცოცხალი. მაგრამ აქ გითხარით, რომ არ მიფრენილა. ამერიკის შეერთებულ შტატებმა გადაწყვეტილება ამის თაობაზე არ მიიღო. განა ვერ, არამედ არ მიიღო. თუ ვინმე კლავს, ეგ რა მაგის პასუხია. იცით თქვენ, რომ მართლა აგურზე რო არ ვილაპარაკოთ, კლავს რუსეთი, რომლისას თქვენ პათოლოგიურად გეშინიათ, ანუ გეშინიათ, რომ ემან დარგა იზიაროთ ლიტვინენკოს ბედი. მაგრამ მე მინდა გითხრათ, როგორც გაგტვირდით, რომ ბერას, სოტნეს, მუტასა და გვანცას დავიცავთ ჩვენ და სიმართლეა, თუ უსამართლო იქნება მის მიმართ ვინმე მომავალში, ლევან ხაბეიშვილი თუ იტყვის, რომ გვანცა უნდა გამოვკეტოთ თუ უტათ რა მნიშვნელობა, რომელს დაავასახელებთ და ჩვენ დავიცავთ ამ შემთხვევაში თქვენს ნებისმიერ შვილს, შვილიშვილებსაც, მეუღლესაც, ოჯახის წევრებსაც, თუ უსამართლო იქნება მომავალი მართლმსაჯულება მათ წინააღმდეგ. მაგრამ აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ არ მოხდება თქვენი ლიკვიდაცია ფიზიკური. რუსები კი ფიზიკურ ლიკვიდაციაზე წავლენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მათ დავალებებს შეასრულებთ. ეს იცით თქვენ. ანუ რუსებისაგან დაზღვეულნი არც ერთ შემთხვევაში არ ახართ. პოლონიუმი თქვენს ჭიქაში შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ სწორედ რუსების მიერ ჩაყრილი. რასაც არ უნდა გეუბნებოდეთ ზაზა შათილიშვილი, რომ ამერიკელებმა მოკლეს ვიღაცა, ან გინვითარებდეთ თეორიას, როგორ მოკლეს კენედი და ვინ იყო მკვლელი ლიხარლი ოსვალდი თუ სხვა ვინმე, ხო? ის სხვა ვინმეს თუ ვინმე იყო, ხო, ან ლიხარლი ოსვალდი თუ იყო ვინმესგან ჭკუა დარიგებული, ან დავალება მიცემული, ეს ვინმე თუ რამე, ხო, იყო სწორედაც თომ საბჭოთა კავშირი. მაგრამ ამ თეორიას არ გავყვები ეხლა, არ ავიხსენებ, ვინ მოკლა ის თავად ლიხარლი ოსვალდი და ჯეკ რუბიმ, ხო? არ გავიხსენებ ამ რაღაც შეთქმულების სიგიჟე თეორიებს და ასე შემდეგ. თუ ვინმეს გაანადგურებს დამოუკიდებელ საქართველოში, ეს ამერიკა და დასავლეთი არ იქნება. რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში თუ გადაუტრიალდა ჭკუა და თქვენი ეს რუსეთობა თქვენ არათუ ვერ გიცავთ. რუსეთულობა, არამედ პირიქით კიდევ უფრო აჩქარებს, გავბედავ და ვიტყვი, გადაწყვეტილებას თქვენი მოცილების თაობაზე მოსკოვში. ამის თაობაზე მე ახლა მეც ვეღარ გაგისაუბრებით, რომ დამირეკოთ და მითხრათ შემხვდი ირაკლი ახლა და ამიხსედი რას ბჟოტიალობო, მე არ შეგხვდებით. ერთადერთი სალაპარაკო თემა ჩემსა და თქვენ შორის, უფრო ზუსტი რომ იყო ჩვენსა, მე მარტო ცხადია არ მოვალ, არავითარი მანდატი არ მაქვს, ჩვენსა და თქვენ შორის პოლიტიკოსებს პირველ ყოვლისა და მე არც უნდა ვიყო და თქვენ შორის არის თქვენი წასვლა. თქვენ უნდა წახვიდეთ, გაეცალოთ ამ ქვეყანას და უკვე შემდგომ პენსიაზე გასულს 60 პირობითად 12-ით კი არა ეხლა ხარ ხო 72-ის, არა 70-ის ხდებით, 72-ის ასაკში ხო? უკვე შემდგომ, რა ვიცი, დაგვატიჟეთ ჩაიზე, როცა უკვე დავისვენეთ თქვენგან და ჩვენ ავხსნით
საზოგადო მარტო მე არა, საზოგადოების მნიშვნელოვანი წარმომადგენლები მე შეიძლება ბოლო რიგებში ვიყო ამ შეხვედრაზე, ჩვენ ავხსნით რატომ კლავს რუსეთი და როგორ უნდა დაიცვათ თავი თუ მაინც და მაინც ეს გინდათ და რუსებისაგან თავის დაცვა რუსებით ან კომპრომისული კი არა კონფორმისტული და მოღალატეობრივი პოლიტიკით არ ხდება. ეს ბარემ რომ იცოდეთ. ხო, ეს რო ბარემ რომ იცოდეთ. და კიდევ ერთი რაც მნიშვნელოვანია. და აქ მინიშნებებით ვილაპარაკეთ, რა საკვირველია. საჩინო ბარათაშვილის ამბავი გეცოდინებათ. ყორღანაშვილს ქარაფიდან ხელი ჰკრეს და გადაფრინდა. აი ყორღანაშვილის ქარაფიდან გადაფრენის ავტორი კი არა მხოლოდ ერთი პიროვნებაა, არა მხოლოდ იმ დროინდელი საზოგადოებაა, არა მხოლოდ იმ დროინდელი საქართველოა, არამედ ისტორიაც არის. ფიზიკურ განადგურებას გულისხმობ კონკრეტულად ყორღანაშვილისა. 21 საუკუნეში მე არ ვისურვებდი და მგონია რომ არც უნდა მოხდეს, რომ ვინმემ გაიზიაროს ბედი ყორღანაშვილისა, თუმცა მე რომ მკითხოს კაცმა, მე რომ მომცეს მაუზერი ვინმე მოეცა ჩემთვის, რომ ყოფილიყავი მე 20 საუკუნის 20-იან წლების დასაწყისში და ოთახში რო ყოფილიყო ჩემთან ერთად სერგო ორჯონიკიძე, ან ახლა რომ იყოს პუტინი ჩემს წინ და მაუზერი, რომელიც არც არასოდეს არ ჭერია ხელში და იარაღით სულ ორჯერ თუ სამჯერ დამიჭერია, ხო? ხელში თოფი, სანადირო. და ახლობით ხო ვიცით როგორ და გამოჰკრა სასხლეც თითი. მე სერგო ორჯონიკიძეს ვესროდი. ისევე როგორც პუტინს გულახდილად გეტყვით. დაუნდობლად ვესროდი, დავახლიდი კიდეც ტყვიებს. მაგრამ მე ძალიან კეთილი ვარ და მხოლოდ ორი ადამიანი მყავს, შეიძლება მესამეც ვინმე სტალინის ზებრი ასე ამოჩემებული. ნახვამდის.